მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ წიგნი ნუმბერ კაკულიასი კოლხეთ საქართველოს ისტორია, რომელშიც არის უზარმაზარი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ. ინფორმაცია იმაზე თუ რატომ არის დაკნინებული ჩვენი მეგრული, ლაზური და სვანური ენები, იმაზე თუ რატომ წარმოიქმნა ქართული ენა. ეს წიგნი თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ინტერნეტიდან, ის არის PDF ფორმატში და შემდეგ ამობეჭდოთ. ასევე წიგნი არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მე ამ წიგნიდან მოგაწვდით ნენელა პატარა ამონარიდებს ვიდეოს მეშვეობით, ამ Facebook პოსტების მეშვეობით. გაგიკითხავთ პატარა ამონარიდს ამ წიგნიდან. მეგრული სიტყვა წაწაფ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს სხეულზე მიკარებას, მხოლოდ გარეგნულად ისიც ზედმეტი ხმაურის გარეშე. ასევე უხმაუროდ ერთმანეთს მხოლოდ ეკარებიან, ეწაწებიან თვალის ქუთუთოებით. ამ ქუთუთოების კიდეზე ამოსულ ბედს მეგრულად წაწამი. წაწამი ეწოდება. აქედან წარმოიშვა ქართული სიტყვა წამწამი. ქუთუთოების რიტმულ მოძრაობასა და სიշխრის გამოს უკვე წამწამიდან შექმნეს დროის მცირე მონაკვეთის სახელწოდება წამი. და ეს არის წარმართული კოლხური ტრადიციის გაგრძელება. უკვე ამ ცოდნით ქართულში მივიღეთ სიტყვა პაწაწა, პაწაწინა, პაწაწკინა, პაწაწკინდელა, პაწაწუნა, პაწაწყუნა, პაწა, პაწია. ჩამოთვლილ სიტყვათა შინაარსებს განსაზღვრავს ჩვილ ბავშვთან ურთიერთობა, ანუ შვილ ბავშვს ძალზედ ფრთხილად უნდა შეეხოთ, მიეკაროთ. მადლობა ყურადღებისთვის.